მოგესალმებათ ქალაქ ქუთაისის ნომერი 33 საჯარო სკოლის ახალგაზრდა მკვლევართა კლუბი. ჩვენი მიზანი იყო ჩაგვეტარებინა მდინარის დაბიძურების მონიტორინგი, თანამედროვე მეთოდებით და შეგვედარებინა ტრადიციული მეთოდების მონაცემებს, რომლებიც მოგვაწოდა აკაკი-წერეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის გარემოს დაცვის მიმართულების პროფესორმა ქალბატონმა ნათია კამკამიძემ. ახსენებათ მდინარეების დაბინძურების საკითხი ძალზედ აქტუალური თემაა. მათი მონიტორინგი მიმდინარეობს ტრადიციულ ლაბორატორიებში, რომელიც ძვირადღირებულია, შრომატევადია და მიდრეკილია უზუსტობებისკენ. აქედან გამომდინარე ჩვენ შევქმნით არდუინოსა და სხვადასხვა სენსორების დახმარებით დისტანციურად მართვადი ნავი, რომელიც გვეხმარება ნაკლები ხარჯით მოვახდინოთ მდინარეების მონიტორინგი. ჩვენ ხელმძღვანელთან ერთად კონსულტაციას გვიწევდა ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის პროფესორი ბატონი კახა ჩუბინიძე. ჩვენ ავიღეთ მდინარის წყლის რამდენიმე სინჯი. ცემენტ დამამზადებელი ქარხნის მიმდებარი ტერიტორიიდან, კერძოდ ამ ადგილიდან 500 მეტრის რადიუსში. შევადარეთ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი მდინარის წყლის ხარისხის სტანდარტებს. აღმოჩნდა, რომ წყალს გააჩნდა საშუალო ელექტროგამტარობა, მაღალი მჟავიანობა და მინერალიზაცია. ამით დავასკვენით, წყლის დაბინძურების ხარისხი აღემატებოდა დასაშვებად. კვლევების ჩატარებისას მდინარეზე სინჯების აღების დროს კავშირი ჰქონდა ადგილობრივ მოსახლეობასთან და ძირითად დამაბინძურებელ ქარხნის ადმინისტრაციას. ჩვენს მიერ შექმნილი პროტოტიპი გახდება მოთხოვნადი და ჩვენ შევხვდებით კოპერნიკში.